მთვარე არის დედამიწის ერთადერთი და მზის სისტემაში სიდიდით მეხუთე ბუნებრივი თანამგზავრი. ის ყველაზე დიდია სიმეტრიით მზის სისტემაში როგორც თანამგზავრი. საშუალო დაშორება დედამიწიდან 384,400 კილომეტრია. მუდმივად ერთ მანძილზე არ არის დაშორებული დედამიწიდან და პერიგეუმში, ანუ უახლოეს მანძილზე, მანძილი 363,104 კილომეტრია, ხოლო აპოგეუმში უშორეს მანძილზე 405,696 კილომეტრი. მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას, წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით. რა თქმა უნდა, ეს არაფერია 400,000 კილომეტრთან შედარებით. მთვარის დიამეტრი 3,476 კილომეტრია. შედარებისთვის დედამიწის დიამეტრი დაახლოებით 12,700 კილომეტრი. დედამიწის გარშემო შემოbrunება სანდომებს 27-დან 32 დღემდე. ბრუნვა დედამიწის სინქრონულია. ანუ დედამიწისკენ მომართულია მხოლოდ ერთი მხრიდან და ჩვენ ხედავთ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს. მეორე მხარის სახე მხოლოდ 1960 წელს გახდა ცნობილი, როცა ხელოვნურმა თანამგზავრმა გადაუღო მას ფოტოები. რა მოხდება თუ მთვარე აფეთქდება? ეს იქნება ხელოვნურად თუ ბუნებრივად არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ორივე შემთხვევაში მწარე რეალობასთან გვექნება პირდაპირი კავშირი. მთვარის აფეთქების შედეგებთან დაკავშირებით კანადელმა მეცნიერებმა მოამზადეს თეორიები, რომლებიც კვლევების შედეგად დაადგინეს. ვნახოთ, რას ამბობენ კანადელი მეცნიერები, რა მოხდება თუ მთვარე აფეთქდება. დედამიწაზე გაქრება წელიწადის 4-ვე სეზონი. არ იქნება გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. წელიწადის ყოველივე სეზონზე ერთი და იგივე ტემპერატურა დაფიქსირდება. პოლარულ მხარეებზე ძლიერი გამყინვარება დაიწყება, თუმცა ძალიან მალევე ტემპერატურა 100 გრადუსამდე აიწევს. სიცივის მოყვარული ყველა არსება დაიღუპება. დედამიწის ღერძის დახრილობა 23.5 გრადუსის ნაცვლად 90 გრადუსი გახდება. დაიწყება დიდი გლობალური დათბობა, რასაც ზღვის დონის ძლიერი მომატება მოყვება. ამ ყველაფერთან ერთად ჩაიძირება ძალიან ბევრი ზღვისპირა ქალაქი. დედამიწა დაკარგავს მიზიდულობის ძალას და სავარაუდოდ ან სხვა პლანეტას დაეჯახება, ან კიდევ მზე ჩაყლაპავს მას. დაიწყება შეუჩერებელი წყალდიდობა. თუ წყალდიდობა ვერ მოახერხებს კაცობრიობის განადგურებას, მაშინ მიწის ძვრები ამას აუცილებლად შეასრულებენ. ფეხს აიდგავს უჩვეულო ვირუსი, რომელსაც მეცნიერები ვერ გაუმკლავდებიან. კანადელი მეცნიერების ამ თეორიებს მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. ამ მეცნიერებმა კაცობრიობას კიდევ ერთხელ გააცნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთვარე ადამიანის არსებობისთვის. დღევანდელი ვიდეოც ამით დასრულდა. ახლა კი მთვარისადმი სიყვარულის აღსანიშნავად მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა მომავალში მეტი საინტერესო ვიდეო ვიხილოთ. მედროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.